ამ დროს დარწმუნებული ვარ როგორ განიცდიან ახლა დარბაზში და როგორ ელოდებიან დარბაზი ძალიან დაიცალა შეიძლება ითქვას ავთანდილ ჭრიკიშვილის მამა ძმა იქ იმყოფებიან ავთანდილ ჭრიკიშვილის პირადი მწვრთნელი გურამ მოდებაძე იქ იმყოფება და გაასმაღებულად სანერვიულო ამ სამი ადამიანისთვის რა თქმა უნდა ავთანდილის დედა ბებიები ბაბუები ყველანი განსაკუთრებით განიცდიან მაგრამ იქ ყოფი ადამიანები უფრო მეტად ვინაიდან თეთრი კიმონოთ ავთანდილ ჭრიკიშვილი ბულგარელი, ესტონელი, ბელორუსი, გერმანელი. აი ეს ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენელიც ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალამდე დაამარცხა და დაიწყო შეხვედრა. რევანშიც გვაქვს დავით ასაღები. სულ რამოდენიმე ხნის წინ ჭრიკიშვილს იგივე მსაჯების მეშვეობით გაუფუჭეს ნიფონტოვთან შეხვედრა და ვერ დაასრულა ჭრიკიშვილმა ეს მოძრაობა გდებით მოგონდა დარბაზი ძალიან ბევრი ქართველი არის დარჩენილი რაც არის ხედავთ დროშებითაც და შეძახილებითაც აშკარად ისმის თავის ჭიდაობა უნდა შემოახვიოს თავს ავთომ დავით ქევხიშვილის შეძახილები ისმის დარწმუნებული ვარ დათოც როგორ განიცდის ვაი გაცროთ რთულია ემოციურია რა თქმა უნდა ჭიდაობა აი დაეკიდე მაქხელზე დავით ქევხიშვილის შეძახილები ტაქტიკური ეს ვაზარი ვის ვაზარი ჭრიკიშვილს უწერია კი რა თქმა მაგრამ უნდა საჯმა საპირისპირო მხარეს აჩვენა რატო ვერ გეტყვით ხელი იქით გაიშვირა აბობისია ეს განხილვა იქნება და ჩაუთვალეს რუსს რუს ფაქტიურად სხვა საშუალება არ ქონდა გარდა იმისა რომ ეცემოდა აი ეს არის მე წეხან აღვნიშნე დავით ჩვენთან საუბარში რომ რუსებს ძალიან წყალობენ და ეხლა დავაკვირდეთ არა მე ავთოს იმედი მაქვს 3 წუთი და 12 წამია დარჩენილი სანერვიულო არაფერი არ გვაქვს ხო მაგრამ ეს არის შეიძლება ეს გდება ასე შეფასებული არავითარ შემთხვევაში როგორ შეიძლება ჭრიკიშვილის დაწყებულეთე და ისეთი რამ რაც თვითონ დაუპირისპირა სხვა შანსი არ ქონდა ნიფონტოვს გარდა მაგისა რომ ეგ უნდა გაეკეთებინა ვერც მიმართულება ვერ შეუცვალა ჭრიკიშვილის დაწყებულილებს და ვერც თვითონ ვერაფერი ისეთი ვერ გააკეთა აი შეხედეთ ადამიანის აქტიურობა როგორ არის გამოკვეთილი და გაფრთხილებაც შესახვეწი გვაქვს უკვე რომ გაფრთხილება მისცენ. გაასწორებინა კიმანო აქტიურ ფაზაშია შესული შეხვედრა და აჩერებს მსაჯი და უთითებს ემსაგდებს რა თქმა უნდა. რითმიდან ამოვარდნილია ამ შემთხვევაში უკვე ძიუდოისტი. აჰა. რამხელა პაუზას აკეთებს არაუშავს ყველაფერი წინ არის ავთოს დრო ძალიან ბევრი აქვს ავთოს დონის სპორტსმენისთვის ეს არაფერი არ არის ნიფონტოვს გადააწვდის ეხლა ცოტა ხანში ქევხიშვილს ჩააწოდებს იქით მე მაქვს ამისი იმედი და მჯერა რომ ჭრიკიშვილი ამას შეძლებს გადაუგდოს ერთი დათო რა ქევხიშვილს აჰა დათო დაიჭირება
მაგრამ საჯარი გერმანელი სტეფან ბოდე. აიგრე. გავლენა აქვს. დაუდგა მოგვარ შეგენაცვალე. არა ძლებს ვაზარი 100%-იანი ვაზარი. უკვე ვიგებ ჩეხვედრას. ესეთი მაგარი ბიჭი ყავს. ჩვენ ჭრიკიშვილი რომელიც 2-1-ზე არიან. რომლისგანაც ყოველ წამის მიასეჭია მოსალოდნელი. შეგენაცვალე, წამოვა. უკაცრავად ცოტა ემოციებში. არა უშავს ლაშა. ყველანი ემოციურად ადევნებენ, თვალყურს არ შეიძლება ამას უემოციოდ მიადევნო თვალყური, რადგანაც არ ვიცი, მართლა უბრალოდ სიჩქარე არ უნდა ნიფონტოვი აღარაფრის გამკეთებელი თავისით არ არის. ის გდებაც რაც პირველი ჩაუთვალეს, ეს ჭრიკიშვილის დაწყებული იყო და ჭრიკიშვილის დაბოლოვებული იყო, თვითონ ვერაფერს ვერ უკეთებს თუ აკვირდებით. აი შენ გენაცვალე. ახლა ხო არ დაიღლება ესეთი რაღაცა ძალიან არა, უბრალოდ არ ჭირდება, მაგრამ დაისვა კერძემ. ყველა ვარიანტში გაგრძელება უნდა მოეძებნა მოძრაობისთვის, მაგრამ არა უშავს ჩვენ და სასიკეთო ჩვიდობით დამთავრდა ყველაფერი. ეს ორი ჩავლება და მეტი არაფერი არ ჭირდება ოთოს. ის თვითონ მივა. ახლა შეიძლება. არ უნდა ჩოგჯენშიც ძალიან სახიფათოა რუსი სპორტსმენი. და ახლა ეს აქტიურობა არ ითვლება, რომ რუს სპორტსმენს კიდევ ერთი გაფრთხილება მის. ითვლება დავით, მაგრამ ეს ახლა ორივე ცდილობს. კი ჩვენ 100% ჭრიკიშვილისკენ ვართ, მაგრამ ნიფონტოვიც რაღაცას ცდილობს რომ გააკეთოს. აი თუნდაც ეს მოძრაობა. როგორ მთელი ტრიბუნა ახლა რა დღეშია ხედავთ აი ეს შემატკივარი. აიგრე უნდა შეაჯდეს ზემოდან. დრო უნდა გაიყვანოს ყველა ვარიანტში. ეს საჭირო იყო ახლა, რადგანაც ის წინა აქტიურობა რუსის მხრიდან იყო უფრო და გაფრთხილება არ არის საჭირო ნამდვილად ახლა ამ სიტუაციაში. შეგენაცვალე. არ გინდა მაინც თითქოს, მაგრამ დროც გადის ამასობაში. ერთი გაფრთხილება დაამშვენებდა ნიფონტოვს. ძალიან დაღლილი. აი ეს არის მაღალი დონის ფინალი, რასაც ქვია, ორი მსოფლიო ჩემპიონის ბრძოლა უშეღავათად ერთმანეთს ასკდებიან. ასე რომ ვთქვათ. აიგრე ავთო არ გინდა, არაფერი არ გინდა, შეაჯდეს. დრო გადის, ორი წამი დარჩენილი. ორი წამი. ირაკლი უკვე ზეიმობს. და მე მგონი ჩვენ შეგვიძლია. მაინც ორი წამი დაველოდოთ. პირველი ოქრო. ავთანდილ ჭრიკიშვილის დავით ჩენს გილოცავ ჩაარტყი. პირველი ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილის მიერ მოპოვებული. სრულიად დამსახურებული. მე არ ვიცი ახლა ძიუდო სპეციალისტები უფრო დეტალურად განიხილავენ, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან ბევრსაც რჩებოდა ის მოსაზრება, რომ რაღაც მომენტში ორი ერთზეც ეჭიდავებოდნენ ავთოს, მაგრამ მაინც მოახერხა. აი და გაახარა ეს შემატკივარი. ქართული დელეგაცია, რომელიც ძალიან გახარებულია. მე ულოცავ ავთოს ოჯახს, პირადად ავთოს, მის მწვრთნელის კურა მოდებაძეს, ულოცავ
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს და მთლიანად აქ ფედერაციას ძალიან ბევრი ჩანან ქართველი სპორტსმენები ვისარგებლებ დავით შემთხვევით და ერთ პირველმა ქართულმა ოქრომ იქნებ კიდევ ის დანაპირები რომელიც ჩვენ დაგვპირდნენ რომ ჩვენი დარბაზი გვექნება ძიუდოს ფედერაციას იქნებ ისევ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისევ ის დანაპირები შეგვისრულოს და თუნდაც ის ძიუდოს ფედერაცია და აკადემია რომელიც არის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ის მაინც იყოს საკუთრება ამ ბიჭების რომლებიც ესე წარმატებებს აღწევენ ეს არის პირადად ჩემი სათხოვარი და მთლიანად ძიუდოს სამყაროს სათხოვარი რომ ამ ბიჭებს კონდეთ თავიანთი ესე რომ ვთქვათ ბუდე სადაც უფრო მეტად შვიდად და უფრო მეტად ლაღად ივარჯიშებენ და მიაღწევენ წარმატებებს. აი ეს არის პირველი ეპიზოდი. ამ ოქროს მედლით ჩვენი დელეგაცია რამდენიმე წუთის წინ იყო 28 ადგილზე, მაგრამ ამ წუთისათვის არის 22-ზე. მე იმედი მაქვს რომ ხვალ და ზეგ ისევ ძიუდოისტების წყალობით ჩვენი სპორტსმენები 20-ულში შევლენ და მყარად დაიმკვიდრებენ იქ ადგილს. აუცილებლად მე მიკერძეულობაში არ ჩავმართვათ, მაგრამ ძიუდო ყოველთვის საქართველოს მასახელებელია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა ძიუდო და თუ რომელიმე სპორტია წარმატებული ერთ-ერთი კი არა პირველი ძიუდოა. და ძიუდო რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყანაში, რომელსაც თავის დარბაზი არ გააჩნია. როგორი ბედნიერები არიან დარბაზში მყოფი ქართველები ამ წუთებში, ისინი მოისმენენ საქართველოს ჰიმნს და მათ რომ ყველაფერი თავისი თვალით იხილეს, ეს დიდებაც, ეს წარმატებაც. მაგრამ მე და შენ დათო? კი, ჩვენც ვიტყვით შემდეგ უკვე ჩვენების შემდეგ რომ ჩვენ რაღაცა თანამონაწილენი ვართ ამ სიხარულის. და ალბათ ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმის რომ ერთი წლის შემდეგ ცოტა მეტი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები არის და იქაც ჩვენ მე დარწმუნებული რომ არაერთ ქართულ სპორტსმენს მათ შორის ძიუდოისტებსაც მიულოცავთ აი ამ წარმატებას ლერი ხაბელოვი და აჯილდოებს აი თქვენს ეკრანზე ბატონი ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბედნიერია ბატონი ლერი სადღაც ეს პირველი ოქრო არის ჩვენი დელეგაციისათვის და ეს იაცკევიჩი სადამ პიტრი გაჩნდება შენ მიცნობ ალექსანდრე იაცკევიჩი ყოფილი ძიუდოისტი ევროპის ძიუდოს ფედერაციის საკუთრის კომის წევრი ბრინჯაოს მედლების ფლობელები ლოიკ პიეტრი მაინც დიდ კმაყოფილებას ვერ ვატყობთ მას სახეზე ხან აღნიშნე დარბაზში იმყოფებიან ავთანდილ ჭრიკიშვილის მამა და ძმა და რამხელა ბედნიერება როცა შენი შვილი ესეთ რაღაცეებს ჩადის სიამაყის გზდო ნუ რა თქმა უნდა ულოცავ გულწრფელად მთლიან ოჯახს ძალიან დიდი გულშემატკივრები ყავს პაპები ავთოს ბებიები ალექსანდრე ვიჩერზაკი კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ეს ბიჭი ძალიან კარგი იყო დღეს მთელი დღის განმავლობაში. კარგ საბჭოებს სწორდა და ბრინჯაოს მედლამდე მივიდა. ეს არ არის ცნობილი ძიუდოისტი, ისეთივე როგორც მის გვერდით მდგომი სამივე. მერწმუნე დღეის ამას იქით ის ანგარიშ გასაწევი ძალა თითოეული 91 კილოგრამ წონით კატეგორიის სპორტსმენისთვის და ავთანდილ ჭრიკიშვილის კოლექციაში დარჩა ერთი მედალი, ერთი ოქროს მედალი. ოლიმპიური ოქრო. ჩენი მას პრაქტიკულად ყველაფერი აქვს. და ალბათ მთელი ეს წელი შემდგომ უკვე იქნება მუშაობა იმისთვის, რომ მან მოიპოვოს და ის მოიმზადოს კარგად. შენ აღნიშნე, რომ ჩვენ ლიცენზიების მოპოვებაზე ვსახურობდით, უბრალოდ შეურაცხყოფაა, რომ ამას ეს აღნიშნა მოიპოვებს თუ არა ლიცენზიას. ის რეიტინგის ლიდერი აქამდეც იყო 2000 ქულით უსწრებს მეორე ადგილს თუ 1500 ქულით 1200-ით მაგრამ მამას არ აქვს ხა მნიშვნელობა ძალიან დიდი სხვაობა არის ნუ ეხაც ხო წაამატებს რა თქმა უნდა ხას მოემატება ქულები ამ წარმატებაზე კარგი გამოსაცხადებები როცა შენი ქვეყნის სახელს და შენი ქვეყნის წარმომადგენელს აცხადებენ ავთანდილ ჭრიკიშვილი
ანტონელი აქ უკვე სხვაგვარად გაღიმებულია. საოცარი ემოცია. ამ წამისთვის ცხოვრება ღირს. ამ წამისთვის სპორტში მიბრუნება ცხერს. 30 წლის ხანაში. და ეხლა ყველამ ერთად მოусმინოთ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. Ladies and gentlemen, please be upstanding and show your respect for the national anthem of Georgia. კიდევ ერთხელ ვილოცავთ ყველას ვილოცავ ავთანდილ ჭრიკიშვილს დიდი მადლობა ავთანდილ ჭრიკიშვილს აი ამ წინვალე გამოსვლისათვის და აი ამ საღამოს ჯუქებისათვის სრულიად საქართველოსათვის მან მართლაც დაიმსახურა ეს медаლი. იმედია ხვალაც და ზეგაც აი ესეთი განწყობით დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რომელიც 2 დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად არის და ჩვენთან ერთად ნერვიულობს და ერთად უძღვებით ძიუდოს შეჯიბრებას და კიდევ ერთხელ მე მინდა დაგემშვიდობოთ. ცოტა დრო რჩება დღევანდელი დღის ზოგადად დასრულებამდე და ხვალ ჩვენ ისევ ძიუდო ხვალ 11 საათზე იწყება და 11 საათიდან მე და ლაშა გუჯეჯიანი შევხვდებით და მე დარწმუნებული ვარ ქართული გუნდის წარმატებაზე და ქართველი ძიუდოისტების წარმატებაზე ვისაუბრებთ. ნახვამდის.